Ზუსტად ერთ დღეში თბილისის სპორტულ ქალაქად გადაიქცევა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 ხვალ გაიხსნება. ღონისძიება სტარტს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან აიღებს. კონტინენტის 50 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი უკვე თბილისშია. ერთი კვირის განმავლობაში 14-დან 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები ერთმანეთს 9 სახეობაში შეეჯიბრებიან. ფესტივალის გახსნის დეტალებით ნინო გაბელია გვერდება. ნინო, გისმენთ. ლევან, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ხვალ ორგანიზატორები გვირდებიან გრანდიოზულ შოუს, გრანდიოზულ გახსნის ცერემონიალს, რომელიც ხვალ მიეძღვნება თბილისი 2015. ამ წუთებში სტადიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მუშაობა საორგანიზაციო ჯგუფის ყველა წევრი დაკავებულია თავისი საქმით და ისინი გადიან ბოლო დეტალებს ხვალინდელი გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით, როგორც ყველა მაღალი რანგის სპორტული ღონისძიების გახსნისა და ხურვის ცერემონიალის წინ ჩვენთვის ჯერჯერობით არ არის ის დეტალები ცნობილი თუ რას შემოგთავაზებენ რეჟისორები ხვალ ამ გახსნის ცერემონიალზე, თუმცა ისინი დასამახსოვრებელ შოუს გვპირდებიან ჩვენთან საუბარში და ის მაყურებელი, რომელიც ვერ შეძლებს ხვალ მოსვლას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რათა აქ თვალყური ადევნოს ამ გრანდიოზულ შოუს, მათ შეეძლებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ზუსტად ხვალ 20 საათიდან იხილონ გახსნის ცერემონიალის პირდაპირ ტრანსლაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული ტექნიკური ჯგუფი ამ დროისათვის მუშაობს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერს ცდილობენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ხვალ ჩვენმა მაყურებელმა მაღალი ხარისხის ტელერეპორტაჟი იხილოს. ესეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ტრანსლირება გავუწიოთ. ხვალიდან ხვალ 8 საათზე დაიწყება გახსნის ცერემონიალი, ხვალიდან 1 აგვისტომდე ჩვენ ვაჩვენებთ ყველა პრაქტიკულად ყველა თამაშს, რაც ჩატარდება საქართველოში და ველოდებით მაყურებელს პირველ არხზე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მაყურებელმა იხილოს ესეთი გამოსახულება, რომელიც ჯერ ქართულ ტელევიზიაში არ უნახია. ნუ ამის ამბიცია მაქვს. შოუს დამდგმელი რეჟისორი გახლავთ კოჩა კაპანაძე, მხატვრები, ასისტენტები, ქორეოგრაფები გვირდებიან, რომ იქნება კარგი სანახაობა. ხვალ იქნება შეზღუდული მოძრაობა თბილისის სხვადასხვა მიმდებარე ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქუჩებზე, თუმცა ასევე შეზღუდვა იქნება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩვენთან კომენტარში განაცხადა, ის გულშემატკივარი, რომელიც ვერ მოვა სტადიონზე, მათ ასევე აქვთ საშუალება, რომ შეიკრიბნენ ვაკის პარკში, სადაც დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს დიდი მონიტორის დამონტაჟებას. ყველანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ ღირსეულად დავხვდეთ თითოეულ სტუმარს. ყველანაირი სცენარი, ყველა მიმართულება გავლილია სათანადოდ იმისათვის, რომ გახსნის ღონისძიება ისევე როგორც შეჯიბრები იყოს მაღალ დონეზე ორგანიზებული. საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდებით, საკმაოდ ბევრ ვიზიტორს ველოდებით. ლოკომოტივის სტადიონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც გაიმართება გახსნის ცერემონიალი, სრულად იქნება დატვირთული. ჩვენთან ამ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ აქ შემოსვლას ადგილების მცირიდან გამომდინარე, მათთვის თბილისის მერია სპეციალურად უზრუნველყო და გარე მონიტორი, საკმაოდ დიდი მონიტორი იქნება დამონტაჟებული ვაკის პარკში. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევინარჩუნოთ ის მობილიზაცია, რომელიც საჭიროა დიდი ღონისძიების ჩატარებისთვის და ამ ღონისძიების მართვისთვის. ჩვენ მარტო ნამდვილად არ ვართ, ქალაქის მთავრობა არის ჩვენს გვერდით, ქვეყნის მთავრობა არის ჩვენს გვერდით. რა თქმა უნდა, საორგანიზაციო კომიტეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ერთი წუთი არ არის ისეთი, რომ ან მოვდუნდეთ, ან სხვა რამეზე ვიფიქროთ და ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე. ლევან, ერთი დღე რჩება ამ გრანდიოზული სპორტული ღონისძიების დაწყებამდე, სპორტული დელეგაციები, ოფიციალური სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. ჩვენ ველოდებით ხვალინდელ დღეს ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს, შემდეგ კი უკვე 5 დღიანი საშეჯიბრო დღე, სადაც 50 ქვეყნის 3800 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული იქნება იმ 127 ქართველი სპორტსმენის გამოსვლა, რომლებიც ახალგაზრდულ ფესტივალზე ამ შეჯიბრის მედლებისათვის დაიწყებენ ბრძოლას. ევროპის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხვალ გაიხსნება, ეს ნინო გაბელია იყო.